დღემშვიდობისა ქალბატონო თამარ მოგესალმებით მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის მჯერა რომ ძალიან ბევრი მშობლის ცნობის მოყვარეობას დავაკმაყოფილებთ ასე რომ დროულად დავიწყოთ ჩვენი საუბარი რა ცვლილებებია 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ალბათ ისიც თავშივე უნდა აღვნიშნოთ რომ ის წარმატებული აბიტურიენტები რომლებიც კარგად ჩააბარებენ მოკლედ უმაღლესი ქულებით გამოცდას ისინი და სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებენ მათი სწავლა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ მოგესალმებით პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის. მთავარი სიახლე რაც არის წელს რაც შეხვდებათ აბიტურიენტებს არის ის რომ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეს შეეხება როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურის საფეხურს სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლაც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. და მთავარი მეორე მნიშვნელოვანი სიახლე რაც გვაქვს წელს გამონაკლისის სახით არის ის რომ უმაღლეს საგანმანათლებლო ანუ საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ ასევე მათთვის საინტერესო და სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და აქვე დავაზუსტებ იმას რომ პროგრამების რაოდენობის არჩევანი არის დამოკიდებული მათ სურვილზე მათ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის როგორც საბაკალავრო ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეარჩიონ და მთავარი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ასევე არის ის რომ ჩვენ უკვე ორშაბათიდან ანუ 6 აპრილიდან ვიწყებთ რეგისტრაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილის 10 საათზე გაიხსნება და დასრულდება 11 მაისის 18 საათზე თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის აბიტურიენტებმა რომ გაითვალისწინონ 6 აპრილის 10 საათიდან 6 მაისის 18 საათამდე არის მნიშვნელოვანი ეტაპი რეგისტრაციისთვის, როდესაც აბიტურიენტებმა უნდა შეარჩიონ სასურველი საგნები, რისი ჩაბარებაც სურთ, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, შეარჩიონ საგამოცდო ქალაქი და გააკეთონ თავიანთი არჩევანი, გადაიხადონ ასევე გამოცდებში მონაწილეობის საფასური. ხოლო უკვე შემდგომ 6 მაისის 18 საათიდან 11 მაისის 18 საათამდე მათ შეუძლიათ ამ ნაწილში ცვლილებები განახორციელონ, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ცვლილება, ასე ვთქვათ. საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუცილებლად 6 აპრილიდან 6 მაისის პერიოდში, ერთი საგნის საფასურის გადახდა მაინც იმისათვის, რომ აბიტურიენტმა 11 მაისამდე შეძლოს დამატებით საგნების საფასურის გადახდა, პროგრამების ცვლილება, საგამოცდო ქალაქის ცვლილება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რეგისტრაცია აბიტურიენტებმა შეძლონ და 6 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით დაასრულონ. და რა ხდება კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში? სახელმწიფო უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში წელს არის პირველი წელი, როდესაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფინანსებს სწავლას აბიტურიენტებისთვის და თქვენი პირველი კითხვა რაც იყო ეს ქულებზე არ არის დამოკიდებული როგორც აღნიშნეთ რომ საუკეთესო ქულების მქონე აბიტურიენტები არა მხოლოდ ნებისმიერი აბიტურიენტი რომელიც ჩაირიცხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თუ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულად მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან მის მიერ მიღებული ქულების მიუხედავად. თუმცა აქ იგულისხმება ის გარემოებაც რომ რა თქმა უნდა ის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქულების სახით რაც გვაქვს დაწესებული ის რა თქმა უნდა გადალახონ. საგანმანათლებლო პროგრამები რა კატეგორიებად არის დაყოფილი? თქვენ გულისხმობთ ალბათ არჩევანის შესაძლებლობა, როდესაც პროგრამა გაიხსნება და ბავშვებმა უნდა გააკეთონ არჩევანი. იმისათვის რომ წელს ჩვენ გვაქვს სიახლე და ბავშვები ირჩევენ ასევე აბიტურიენტები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასაც გავაკეთეთ ის, რომ პროგრამა ცალკე გამოუჩენს მათ საბაკალავრო პროგრამებს და ცალკე გამოჩნდება ასევე პროგრამაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომ მათ არჩევანის გაკეთების დროს ამ მიმართულებით შეცდომა არ დაუშვან. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც პროგრამების არჩევანზე ვსაუბრობთ, რომ მათ რეგისტრაციის დროს აბიტურიენტებმა პროგრამები მათთვის სასურველი პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაალაგონ. რეგისტრაციის პლატფორმა შევახსენოთ მაყურებელს რომ არის online NAEC-G. კი ბატონო და ეს ესე იგი როდის იწყება ეს ზუსტად რომ დავაგინოთ ესე იგი გამოცდის რეგისტრაციას ვიწყებთ ორშაბათს 6 აპრილს დილის 10 საათზე და დასრულდება 11 მაისის
18 საათზე. და რამე ხო უნდა გაითვალისწინოს ამ შემთხვევაში აბიტურიენტებს? რის ცოდნა არის აუცილებელი, ხო? და მშობლებისთვის, არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის. ჩვენ სოციალურ ქსელში და ასევე ვებგვერდზე განთავსდება მოკლე ვიდეორგოლი, ასევე მოგვიანებით განთავსდება ასევე ვრცელი ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად არის ახსნილი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა მოხდეს რეგისტრაცია და პროგრამების არჩევა, თუმცა აქვე ძალიან მნიშვნელოვანი არის და მთავარი არის აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ ის, რომ პრიორიტეტების მიხედვით უზრუნველყონ პროგრამების განლაგება და დაუშვათ კონკრეტული პრიორიტეტი პირველად შეარჩიონ და ასე შემდეგ დაალაგონ. აქაც გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ აბიტურიენტებს აი ამ პროგრამების პრიორიტეტულობის შეცვლა შეუძლიათ მას შემდეგ, რაც აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება იმის მომდევნო დღის 18 საათამდე და ეს არის დაახლოებით აგვისტოს პერიოდი. ამიტომ პრიორიტეტების გადანაცვლება მათ ძალიან მარტივად საკმაოდ დიდი პერიოდი აქვთ ამისთვის და მთავარი თხოვნა იქნება ჩვენგან ის, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ ისიც, რომ პროგრამა აი ამ ერთი თვის მანძილზე იძლევა ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა, შეუძლიათ პროგრამა დაამატონ, შეცვალონ, მაგრამ აუცილებელი არის და ეს ჩვენ ინსტრუქციაშიც გვაქვს, რომ აუცილებლად განახლებული ინფორმაცია შეინახონ შენახვის ღილაკით, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი შეცდომები აბიტურიენტებს აქ მოსდით ხოლმე შეიტანენ ცვლილებას პროგრამაში, მაგრამ შენახვის ღილაკის მონიშნის გარეშე პროგრამა ამ ინფორმაციას ბუნებრივია რომ არ ინახავს. დიახ. ქულების მინიმალური ზღვარი შესაძლებელია რომ შეიცვალოს რაღაც უახლოეს პერიოდში? არა, ამასაც გეტყვით, ქულების მინიმალური ზღვარი განსაზღვრული არის მინისტრის ბრძანებით და წლები არის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში, რაც არის დადგენილი, ისევ იგივე ქულები არის დადგენილი და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში არ არის შეცვლილი, თუმცა ჩვენ როგორც თქვით, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით აირჩიონ მათთვის სასურველი და საინტერესო პროგრამები და ამ შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაწესებული არის ნაკლები მინიმალური ზღვარი, მაგალითად ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განსაზღვრული ქულის ნახევარზე მეტი უნდა იყოს. თუ არის მაგალითად კონკრეტულ საგანში 20 ქულა საბაკალავრო პროგრამებისთვის, 10 ქულა, 11 ქულა არის განსაზღვრული პროფესიულისთვის. ამიტომ ამ მიმართულებით ეს სიახლე გვაქვს მხოლოდ რომ პროფესიულის ქულები განისაზღვრა, თუმცა საბაკალავრო პროგრამების მიმართულებით ქულების ზღვარი არ შეცვლილა და რაც ჰქონდა წლების მანძილზე ისევ იგივეა. კალენდარით შესაბამისად არ შეიცვლება ერთიანი ეროვნული გამოცდების. გამოცდების კალენდარიც არ შეცვლილა და როგორც ყოველთვის ვატარებდით ხოლმე და ატარებდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ივლისის თვეში, ისევ ივლისის თვეში ჩატარდება გამოცდა. და ბოლოს რა არჩევები გექნებათ აბიტურიენტებისთვის? არ უნდა იღელო პირველეს ყოვლისა. არა, სწავლა აქამდე უნდა მოეხერხებინათ და ახლა ალბათ არ უნდა იღელონ, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები. პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს აბიტურიენტებს, ვურჩევდი რომ მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ასევე შეარჩიონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც. ჩვენც რეგისტრაციის დაწყებამდე აბიტურიენტის ცნობარს გამოვაქვეყნებთ ვებგვერდზე და მათ შესაძლებლობა ექნებათ სანამ რეგისტრაციის პროცესს დაასრულებენ პროგრამებსაც დეტალურად გაეცნონ და შესაბამისად გონივრული და გააზრებული არჩევანი გააკეთონ და ისე მიიღონ შემდგომ გამოცდებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა. წარმატებები მათ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. მადლობა და წარმატებები თქვენ.